დღევანდელი ვიდეო ცოტათი განსხვავებული გამოვა და უფრო მეტად რიტორიკული თუ ნახევრად რიტორიკული, მაგრამ მაინც კითხვების დასმაზე იქნება მომართული და არა პასუხების შემოთავაზებაზე. დღეს ვისაუბრებთ აზერბაიჯანზე, იმაზე რაც მას დაემართა კი არა და დამართეს გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული 90-იანების პირველ ნახევრამდე და ამ ყოველივეს მსგავსებაზე იმავდროულადვე მეზობელ საქართველოში მიმდინარე პროცესთან. 1988 წლის 13 თებერვალს მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ცენტრში გაიმართა პირველი სომხური მიტინგი ყარაბაღის აზერბაიჯანისგან გამოყოფის და სომხეთთან მიერთების საკითხზე. თებერვალს ყარაბაღის სახალხო დეპუტატების საბჭოს სომეხი ეროვნების დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს წინადადებას რეგიონის საბჭოთა სომხეთთან შეერთების თაობაზე, რაშიც მონაწილეობა არ მიუღიათ აზერბაიჯანელ და სხვა ეროვნების დეპუტატებს. Մեր հայկական ռադիոով ասեն, լսեն երեխեքը, բարի լույս։ 21 თებერვალს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა გამოაქვეყნა რეზოლუცია სახელწოდებით მოვლენების შესახებ მთიან ყარაბაღში, სადაც საბჭოს გადაწყვეტილება, სომხების საბჭოს გადაწყვეტილება აღწერილი იყო როგორც ნაციონალისტური ელემენტების მიერ პროვოცირებული. ეს რეზოლუცია გმობდა აზერბაიჯანელებს, აზერბაიჯანის ეროვნულ მოძრაობას, ასე ვთქვათ. მიუხედავად ამისა, კომპარტიის მხარდაჭერისა, ან შეიძლება ამის გამოც, 22 თებერვალს სომხებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანელებს, რომლებიც აპროტესტებდნენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ასკარანის დასახლების მახლობლად, ხანკენდი აღდამის გზატკეცილზე, რის შედეგადაც ორი ახალგაზრდა აზერბაიჯანელი დაიღუპა. ამ ყოველივეს იმავე 1988 წლის თებერვლის ბოლოს მოჰყვა საპასუხო ძალადობა აზერბაიჯანული დაჯგუფებების მხრიდან, ქალაქ სუმგაითში სომხური მოსახლეობის წინააღმდეგ, რაც რამდენიმე დღე გაგრძელდა. მარტის დასაწყისში ორი ორგანიზაცია, ერევანში ყარაბაღი, ხოლო ხანკენდში კრუნკი აქტიურად იწყებს მოქმედებას ყარაბაღის სომხეთთან მიერთების მიზნით. ამ პირობებში სპეციალური მმართველობის კომიტეტის საქმიანობა უშედეგოდ დასრულდა, კი არა და ზუსტად იმ შედეგით დასრულდა, რისთვისაც ეს კომიტეტი საერთოდ მოევლინა ქვეყნიერებას. 1989 წლის იანვარში მოსკოვში შეიქმნა მთიანი ყარაბაღის სპეციალური მართვის კომიტეტი, არკადი ვოლსკის მეთაურობით. 1932 წელს ბელორუსიაში გომელის ოლქის პატარა ქალაქ დობრუსში დაბადებული არკადი ივანისძე ვოლსკი ერთ-ერთი გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწე იყო საბჭოთა კავშირში. 1984-85 წლებში მას კომპარტიის გენერალური მდივნის კონსტანტინ ჩერნენკოს მრჩევლის თანამდებობა ეკავა ეკონომიკის საკითხებში. 1986 წელს თვეების განმავლობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ჩერნობილის ატომურ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი საფრთხეების ლიკვიდაციის პროცესში. 1995 წელს ვოლსკი იყო ჩეჩნეთის რესპუბლიკაში კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების მიზნით მივლენილი რუსული დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილე. ხოლო 1990-2005 წლებში რუსეთის მრეწველთა და მწარმოებელთა კავშირის პრეზიდენტი. 2006 წელს გარდაცვალების შემდეგ სამძიმრის წერილში მას პუტინმა უწოდა ბევრის მქმნელი სამამულო ეკონომიკის ფორმირებისა და რუს მწარმოებელთა კონსოლიდაციისათვის. არკადი ვოლსკი ეკატერინბურგის მეტალურგიული გიგანტის ურალმარშის ხელმძღვანელთან ერთად. შემთხვევით ხომ არ გეცნობათ ეს პატივცემული. სომხურ პოლიტიკურ წრეებში მუდამ აღნიშნავდნენ, რომ არკადი ვოლსკის უდიდესი წვლილი მიუძღვის მთიანი ყარაბაღის დაბადების და დამოუკიდებლობის საქმეში, ყარაბაღის მიწაზე პირველად ფეხის დადგმიდან მოყოლებული. აი რას ამბობს მასზე 2005-11 წლებში მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი პეტროსიანი. მთიან ყარაბაღში, სადაც არკადი ივანისძეს თითოეულ ოჯახში პატივს სცემენ, მას ყოველთვის დაიმახსოვრებენ როგორც პოლიტიკოს, რომელიც გულწრფელად ისწრაფობდა მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტისკენ, ჩვენი ხალხის ინტერესებისა და მისწრაფებების გათვალისწინებით. Сегодня наша страна от востока до запада, от севера до юга празднует День образования советского государства, День Великой Октябрьской революции. Желаю всем успешного завершения службы и возвращения домой. მთელი ამ ვითარების სიგიჟე და ტრაგიკომიკურობა რომ დავინახოთ, აი ეს მაგალითიც საკმარისია.
1999 წლის 27 მაისს კრემლში გამართულ საბჭოთა სახალხო დეპუტატთა სხდომაზე გამოდის სომეხი დეპუტატი ჰენრიკ იტიგიანი, რომელიც სხვადასხვა თბილისშია დაბადებული და თუ არ ვცდები, ელდარ შენგელაიას გამოსვლას ეთანხმება. პარალელს ავლებს სუმგაითისა და 9 აპრილის მოვლენებს შორის და მკაცრად გმობს მათ. Я целиком с ним солидарен. Я как депутат был в Тбилиси. Это действительно чудовищная трагедия, насилие, жестокость. Но я хочу обратить внимание съезда впервые с этой трибуны на тот серьезный факт, который произошел в Сумгаите. Армянский народ вышел с лозунгами «Ленин, партия, Горбачев». В ответ на это была чудовищная, жесточайшая реакция Сумгаити, которая унесла многие жизни. როგორც გახსოვთ, ზემოთ ვახსენეთ ყარაბაღის სომხების მიერ შექმნილი სეპარატისტული მოძრაობა კრუმკი. ეხლა შევხედოთ ჰენრიკ იტიგიანის გამოსვლიდან რამდენიმე წელიწადში რას აცხადებს აი მაგ ორგანიზაციის იმავე სახელის მქონე აფხაზური ფილიალის და კიდევ იმ ორი ცნობილი მათ შორის ბაგრამიანის ბატალიონის დამაარსებელი ალბერტ ტოპოლიანი. სხვათა შორის კრუმკის სომხური ფილიალი კრემლში ბატონი იტიგიანის გამოსვლის დროს, ანუ იმავე 1999 წელს დაფუძნდა. Не уехали. Тот, кто сбежал, тот не имеет права вернуться на эту землю. И больше должен сказать. Здесь, на этой земле, балласт не нужен. Балласт не нужен. საერთოდ რა შუაშია, ხო 9 აპრილი თბილისში, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების აგრესიას გამოხატავს ეროვნული მოძრაობის მიმართ, სუმგაითთან, სადაც სწორედ აზერბაიჯანული ეროვნული მოძრაობის მაგვარი ძალები დაესხნენ თავს სომხურ მოსახლეობას, რაც რეაქციას წარმოადგენდა სომხური სეპარატიზმის გააქტიურებაზე. მაგრამ ესეა ყველანაირი მეთოდით მიდიოდა ეროვნებების ერთმანეთზე გადაკიდება. აზერბაიჯანელების სომხებზე, სომხების ქართველებზე და ასე შემდეგ. 1990 წლის 20 მაისს მთიან ყარაბაღში ჩატარდა საბჭოთა სომხეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების არჩევნები, რომელი უმაღლესი საბჭოც ზუსტად ისე დაკომპლექტდა, როგორც უნდა დაკომპლექტებულიყო. ცხადია, ყველაფერ ამას მოჰყვა ომი, რომელშიც რუსული მხარე სეპარატისტებს უჭერდა მხარს. ყველაზე ცნობილია 1992 წლის 26 თებერვლის გამთენიისას განხორციელებული გენოციდის აქტი ქალაქ ხოჯალის აზერბაიჯანული მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც 613 მშვიდობიანი მოქალაქე იქნა მოკლული, მათ შორის 106 ქალი და 63 ბავშვი. სამართლიანობა ხოჯალისთვის კამპანიის ფარგლებში ხოჯალის ხოცვა აღიარებულია გენოციდად ამერიკის შეერთებული შტატების 23 შტატში, შოტლანდიის პარლამენტში და კიდევ 20 ქვეყნის ოფიციალურ თუ სხვადასხვა სახელმწიფო დადგენილებებში. როდესაც ჰეიდარ ალიევი 1993 წლის 15 ივნისს ხალხის დაჟინებული თხოვნით, კარგად დაიმახსოვრეთ ეს ფრაზა, ხალხის დაჟინებული თხოვნით, დაუბრუნდა ხელისუფლებას, ქვეყნის მდგომარეობა უკიდურესად რთული იყო. 1993 წელს სამხედრო ესკალაციამ, აგრეთვე სამოქალაქო ომის საფრთხემ აზერბაიჯანში, ქაოსმა, ეკონომიკურმა რყევებმა და პარალიზებულმა საჯარო ინსტიტუტებმა ქვეყანა განადგურების ზღვარზე მიიყვანეს. 1994 წლის 12 მაისს მიღწეულ იქნა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ფაქტობრივად ბაქოს კაპიტულაცია. ამ დროისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიის 20% სომხეთის არმიის მიერ იყო ოკუპირებული. ყარაბაღის პირველი ომის შედეგად მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი იქცა დევნილად. სამხედრო მოქმედებების დროს 20,000-ზე მეტი აზერბაიჯანელი მოკლეს, ხოლო 50,000-ზე მეტი დაშავდა ან დასახიჭრდა. 3,850 აზერბაიჯანელის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია, მათ შორის 71 ბავშვი, 267 ქალი, 326 ხანდაზმული, ასევე 872 პირი, რომელიც ტყვედ იყო აყვანილი ან მძევლად ყავდათ. ეხლა ძალიან ყურადღებით დავაკვირდეთ ანალოგიებს აზერბაიჯანში და საქართველოში ორგანიზებულ აი ამ სეპარატიზმებს შორის, ანუ ყარაბაღის პირველი ომის ქრონოლოგიას და ქართულ სეპარატისტულ რეგიონებში, ძირითადად აფხაზეთში მიმდინარე საომარ დაპირისპირებას. 1988 წლის 13 თებერვალი ყარაბაღში იმართება სომხური მიტინგი სომხეთთან შეერთების ლოზუნგით. 1999 წლის 18 მარტი აფხაზეთში იმართება ლიხნის
30,000 კაციანი შეკრება საქართველოსგან გამოყოფის მოთხოვნით. ყარაბაღელი სომხების ფაქტობრივი ლიდერი, რუსების პროტეჟე, არცახის პირველი და სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი. აფხაზების ფაქტობრივი ლიდერი, რუსების პროტეჟე და პირველი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ვლადისლავ არძიმბა. მისი фигуრის უკეთ გასაცნობად მოусმინოთ რუსეთის მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი კოზირევს. Павел, мы с ним вместе встречались с Арзенбой, первым, значит, руководителем вот этого сепаратистского движения в Абхазии. Ну, он был московский парень, он может быть, этнический был этим самым, как он называется, абхазом, но вообще он жил в Москве большую часть своей жизни, она даже вырос он там в Абхазии или нет. И его жена была абсолютно, значит, мы с ними говорили на одном языке, с одним и тем же московским акцентом и вообще произношением именно московским, понимаете? 1988 წლის 22 თებერვალი. ყარაბაღში სომხები ცეცხლს უხსნიან ანტისეპარატისტულ აზერბაიჯანულ მიტინგს. იღუპება ორი ახალგაზრდა. 1999 წლის 15-16 ივლისი. სეპარატისტები თავს ესხმიან ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალს. იღუპება ვოვა ვეკუა. 1999 წლის აპრილი. საბჭოთა გენერალ ლებედის ნაწილები თბილისში სასტიკად არბევენ ეროვნული მოძრაობის ანტისაბჭოთა მიტინგს. იღუპება 21, იჭრება 427, ციხეში ხვდება 100 მეტი ადამიანი. 1990 წლის იანვარი. საბჭოთა გენერალ ლებედის ნაწილები ბაქოში სასტიკად არბევენ ეროვნული მოძრაობის ანტისაბჭოთა მიტინგს. იღუპება 131-დან 170-მდე ადამიანი, იჭრება 745. 1991 წლის აპრილი. საქართველოს პრეზიდენტი ხდება ზვიად გამსახურდია, პოლიტიკური მოღვაწე და ყოფილი საბჭოთა დისიდენტი, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების შედეგად 1992 წლის იანვარში ტოვებს ქვეყანას და მის ადგილს ხალხის დაჟინებული მოთხოვნით იკავებს საბჭოთა ნომენკლატურის წევრი ედუარდ შევარდნაძე. (1992 წლის ივნისი). აზერბაიჯანის პრეზიდენტი ხდება აბულფაზ ელჩიბეი, პოლიტიკური მოღვაწე და ყოფილი საბჭოთა დისიდენტი, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების შედეგად 1993 წლის სექტემბერში ტოვებს ქვეყანას და მის ადგილს ხალხის დაჟინებული მოთხოვნით იკავებს საბჭოთა ნომენკლატურის წევრი ჰეიდარ ალიევი. (1991 წლის აპრილ-მაისი). აზერბაიჯანის ხელისუფლება ყარაბაღში წარმატებით ატარებს ოპერაცია ბეჭედს და ანიარაღებს ადგილობრივი სომხების ნაწილს. (1992 წლის თებერვალი). გია ყარყარაშვილის მეთაურობით ტარდება ოპერაცია სახელწოდებით ფსოუმდე. გვარდიის და სხვა ნაწილები მარშით გადიან მდინარე ფსოუმდე, სადაც ყარყარაშვილი ფსოუს წყალს სვამს. (1992 წლის თებერვალი). სომხები რუსული 326 პოლკის აქტიური მხარდაჭერით იკავებენ ქალაქ ხოჯალეს. ციტირებ: სულ რამდენიმე საათში სეპარატისტებმა და რუსული არმიის ჯარისკაცებმა 613 მშვიდობიანი და უიარაღო ადამიანი მოკლეს. 1992 წლის ოქტომბერი. აფხაზები კაზაკების და ბასაევის ჩეჩენ კონფედერატთა ბატალიონის დახმარებით იკავებენ ქალაქ გაგრას. გაგრის აღების შემდეგ სეპარატისტები ქართულ მოსახლეობას სასტიკად უსწორდებიან. დახოცილთა გვამები პირდაპირ ქალაქის ქუჩებში ყრიან. ორივე შემთხვევაში სეპარატისტების მხარეს იბრძვის ყუბანელ კაზაკთა სამხედრო საზოგადოება და პირიქით, თბილისისა და ბაქოს მხარეს ვხედავთ უკრაინული ნაციონალისტური ორგანიზაციის უნაუნსოს მეომრებს. ყარაბაღელი სეპარატისტების რეალური სამხედრო მეთაური ანატოლი ვლადიმერის ძე ზინევიჩი. გენერალ-ლეიტენანტი, დაბადებული 1932 წელს ქალაქ პროსკუროვში, დღევანდელი ხმელნიცკი, უკრაინა. დაამთავრა ადგილობრივი სატანკო სასწავლებელი და მოსკოვის ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია. მუშაობდა სამხედრო მრჩევლად სომალიში და ეთიოპიაში. 8 წელი იყო ავღანეთში მე-40 არმიის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსი. 1988 წელს დაინიშნა საბჭოთა სომხეთის მე-7 არმიის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსად. გარდაიცვალა 2000 წელს ერევანში,
დაკრძალულია ვლადიმირის ოლქის ქალაქ კოვროვში. აფხაზის სეპარატისტების რეალური სამხედრო კურატორი პირდაპირ რუსეთის თავდაცვის მინისტრი პაվել გრაჩოვი იყო. ის შედარებით ნაცნობი фигура, ამიტომ მეტი დეტალისთვის კიდევ ერთხელ მოკლედ მოვუსმინოთ რუსეთის მაშინდელ საგარეო მინისტრ ანდრეი კოზირევს. И вот в одну ночь затворы были переданы только абхазской стороне, а грузинские затворы остались под контролем российских войск, вот этих миротворцев. Вот как и почему это произошло, я требовал объяснений, расследования. Никакого расследования проведено не было, Ельцин отказался. Российские миротворцы находились в местах своей дислокации, в тех же самых, но они выдали оружие одной стороне. И таким образом перемирие было нарушено. И, конечно, это было просто убийство после этого, потому что те были разоружены, а эти были вооружены Абхазией. 1994 წლის 12 მაისი აზერბაიჯანული მხარე მარცხდება. ქვეყნის 20% ოკუპირებული, მილიონზე მეტი დევნილი, 20,000 მოკლული, 50,000-ზე მეტი დაჭრილი და დასახიჩრებული, 3,890 უგზო-უკლოდ დაკარგული. 1993 წლის 27 სექტემბერი ქართული მხარე მარცხდება. ქვეყნის 20%-მდე მიტაცებული, 350,000-მდე დევნილი, 9,000-მდე დაღუპული, 10,000-მდე დაჭრილი, 1,500-ზე მეტი დაკარგული. ეხლა საბჭოთა რუსეთის და შემდეგ უკვე რუსეთის მმართველები მთელი ამ სიგიჟეების დროს. მიხაილ გორბაჩოვი, რომელიც 1990 წელს, მთელი ამ 9 აპრილების მოწყობის შემდეგ ნობელის პრემიით დააჯილდოვეს მშვიდობის დარგში. Да Борис Ельцин. Вот сейчас хотел бы закончить свое выступление словами из песни американского композитора российского происхождения Ирвина Берлина. Господи, благослови Америку. И добавлю к этому и Россию. როგორც ხედავთ, საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც განვითარებული მოვლენები ერთობლიობაში რბილად რომ ვთქვათ, ერთმანეთს მოგვაგონებენ. ანუ ორივეგან 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა ხელისუფლებისავე პირობებში ხდება სეპარატიზმის გააქტიურება, რაც იწვევს ომებს, შემდეგ საბჭოთა კავშირის უშუალო დაშლისას საბჭოთა მთავრობა იცვლება ეროვნული მოძრაობის ნაციონალისტურად განწყობილი ფიგურებით, რომლებსაც დროის მცირე მონაკვეთის შემდეგ სამხედრო გადატრიალების გზით აიძულებენ პოსტისა და ქვეყნის დატოვებას, შემდეგ მათ ადგილს იკავებენ ისევ ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურის ფიგურები, რომლებიც ამ ომებს აჩერებენ. ეს ომები ჩერდება, რა თქმა უნდა, ცენტრების დამარცხებით და სეპარატისტების გამარჯვებით. ერთი კაცი მოფიქრებულია ეგ. ყველაფერი ერთმანეთს გავს. ეხლა ცალკე საკითხია ეს ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურის ფიგურები შემდგომში უკვე როგორ პოლიტიკას წარმართავენ. მაგალითად, ერთის პოლიტიკას აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის ადგენამდე მიჰყავს, ხოლო მეორისას 2008 წლის ომამდე, მაგრამ ეს უკვე სხვა საუბრის თემაა. გარდა ამის, აქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლისას აზერბაიჯანის მოსახლეობა დაახლოებით 1,5 მილიონით აღემატებოდა საქართველოსას, მაინც აშკარაა, რომ მთელი ამ 90-იანების ბატალიების შედეგად აზერბაიჯანელების დანაკარგი რამდენჯერმე მეტია ვიდრე საქართველოსი. როგორც 9 აპრილების ბრჭყალებში კონტექსტში, ისე უშუალოდ ომებში დანაკარგების კუთხით. ეხლა მოდით მეტი თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ რამდენიმე ფაქტი, რომელსაც მინდა რომ კარგად დააკვირდით და შემდეგ შევეცადოთ, რომ ერთად დავსვათ კითხვები. თქვენ ეკრანზე ხედავთ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ფოტოს. ეს ფოტო გადაღებულია 2008 წლის 3 ივლისს. ანუ აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე. ბაქოში. ბრჭყალებში აზერბაიჯანული 9 აპრილის მემორიალის წინ. ეს არის ალიევის ვიზიტი მოსკოვში, შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან და პატივის მიგება უცნობი ჯარისკაცის საფლავისთვის წითელ მოედანზე 2022 წლის 22 თებერვალს. რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე 2 დღით ადრე. Очень рад вас видеть. Спасибо, что приняли приглашение. Сегодня мы подпишем
декларацию о союзническом взаимодействии. Это совершенно очевидно новый этап в развитии наших отношений. 2023 წლის ოქტომბერი. ალიევი აცხადებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. რუსი ოფიცრები ყარაბაღელ სეპარატისტებთან ერთად ჩადიან ქალაქ ევლახში კაპიტულაციის pirobების შესათანხმებლად. Əfsuslar olsun ki, antiterror tədbirləri zamanı şəhidlərimiz olub. Allah bütün şəhidlərimizə rəhmət eləsin. Yaralı əskər zabitlərimiz olub. Allah onlara şəfa versin. Onlar vətən yolunda, haqq ədalət yolunda, Azərbaycanın suverenliyi yolunda öz canlarını fəda etmiş. Onların əziz xatirəsi bizim qəlbimizdə əbədi yaşayacaq. დიდი ალბათობით ამ ოფიცრებს შორის ისინიც არიან, რომლებმაც 90-იან წლებში აზერბაიჯანელების ეთნიკურ წმენდაში და გენოციდის მაგვარ აქტებში მიიღეს მონაწილეობა. ამის შემდეგ ბაქოში იმართება სახალხო ზეიმი, რომელზეც ვხედავთ ესეთ სურათებს. რუსულ და თურქულ დროშებს მუზეიმე ხალხის ხელში. ამის შემხედვარეს უამრავი კითხვა შეიძლება დაგებადოს. მაგალითად, როგორ მოხერხდა რუსეთის პრეზიდენტის აზერბაიჯანული 9 აპრილის მემორიალთან გვირგვინით ხელში დამწუხრებული სახით დაყენება, რომელი აზერბაიჯანული 9 აპრილიც თავად რუსეთის კისერზეა. თან 2008 წლის აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე. რატომ ჩავიდა ალიევი პუტინთან უკრაინაში შეჭრამდე 2 დღით ადრე, სამოკავშირეო, როგორც თავად უწოდეს, ისტორიული შეთანხმების დასადებად, მაშინ როცა უკრაინელები ყარაბაღის ომის დროს აზერბაიჯანელების მხარეს იბრძოდნენ. რატომ ფრიალებს ბაქოში ტერიტორიული მთლიანობის აღსანიშნავ აღლუმზე იმ ქვეყნის დროშები, რომელმაც თავის დროზე ესავე ტერიტორიული მთლიანობა შეიწირა და აზერბაიჯანელებს ფაქტობრივი გენოციდი მოუწყო, რომლის მეცადინეობითაც მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი დევნილად იქცა, რომლის სამხედრო მანქანამაც 20,000 აზერბაიჯანელი მოკლა, 50,000 დაჭრა და დაასახიჭრა. ბოლო-ბოლო ეს ილხამ ალიევი რუსების მონა პუტინისტია თუ ვინ არის ვერ გავიგე.